გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით თუ ვინ შექმნა ეს უძვირფასესი, უნიკალური, უფლისაჩუქარი დავარქვი მე Full House პრეპარატები, ჩინურ-ტიბეტური მცენარეული პრეპარატები, რომელსაც მე მოვიხმარ, ვიყენებ, ვსვავ ჩემს ოჯახის წევრებს, ვასმევ პაციენტებს, მეგობრებს, ნათესავებს და საქართველოში უკვე 2011 წლიდან არის ეს Full House პრეპარატები და აი ვინ შექმნა, ხო? ძალიან საინტერესოა. ეს Full House პრეპარატები შექმნა ჩინელმა პროფესორმა, აკადემიკოსმა, მეცნიერებათა დოქტორმა, აინშტაინის პრემიის ლაურეატმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამსახურებულმა პროფესორმა და ოფთალმოლოგიის კათედრის გამგემ ბატონმა ტან იუჯიმ, აკადემიკოსმა, რომელიც დაიბადა 1926 წელს და გარდაიცვალა 2022 წელს, ანუ 96 წლის გარდაიცვალა 28 ივლისს, ჩემო ძვირფასებო. მას ეკუთვნის 20-ზე მეტი სამედიცინო ნაშრომი, ხო? და სხვათა შორის მაო ძედუნგსაც პირადად მან გაუკეთა თვალის ოპერაცია და იყო მაო ძედუნის პირადი ექიმი და მსოფლიოში პირველი პირები, ვინც იყვნენ, ხომ, მათი ოჯახების პირადი ექიმი გახდათ. ანუ ჩინეთში ოსტატს ეძახიან, ხო, ტრადიციული ჩინური მედიცინის უმაღლესი რანგის ოსტატი გახდათ ბატონი ტან იუჯი. და აი როგორ შეისწავლა ეს ჩინური მედიცინა, ხო, კითხვა ისმის. პაპა მისი იყო ექიმი ჩინეთში, ცნობილი ექიმი ალი, რომელიც ჩინეთის იმპერატორის ოჯახის მთავარი ექიმი იყო, ხო? იმპერატორს ემსახურებოდა და აი ის ფლობდა აი ამ სამედიცინო ცოდნას, თუ აი ეს ჩინურ-ტიბეტური მცენარეული პრეპარატები რა დაავადების სამკურნალოდ იყო, რომელი ორგანოების სამკურნალოდ იყო და როგორ უნდა დაემზადებინათ. სხვათა შორის ორი მსახური ყავდა, რომლებსაც ენა ჰქონდათ მოჭრილი, რომ საიდუმლო არ გაერთქვათ და მაშინ მოგეხსენებათ არ იყო ეს ტექნოლოგიები, ახლა რომ მზადდება ხო პრეპარატები, ანუ ხელით შეჩქვავდნენ სოკო კორდისებსა და სოკოლინს და ეს ჩინურ ტიბეტურ მცენარეებს, ხო? და ისე ამზადებდნენ იმპერატორისთვის, რომ იმპერატორი ყოფილიყო ჭამთელი და ძლიერი სახელმწიფო ჰქონოდათ ჩინელებს, ხო? და ესე მემკვიდრეობით გადასცა თავის შვილიშვილს ტან იუჯის. მოგეხსენებათ ჩინეთში სამედიცინო ცოდნა მემკვიდრეობით გადადის, ხო, ეს ექიმობა. და ეხლა ეს კომპანია Full House, ანუ ვინ დააფუძნა, ხო, დააფუძნა ბატონმა იუ ფეიმ, ჩინელი, ისიც სამხედრო ექიმი არის ჩემო ძვირფასებო და დღემდე საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორაცია Full House დამფუძნებელი პრეზიდენტი არის. და ბატონი ტან იუჯი მიიწვია 2001 წელს და იგი ხელმძღვანელობდა კორპორაცია Full House სამეცნიერო კვლევით ცენტრს. მას ყავდა 60-მდე მეცნიერმუშაკი მედიცინის, ხომ, იქ იყვნენ პროფესორები, იყვნენ ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები და ქმნიდნენ აი ამ უნიკალურ და უძვირფასეს პრეპარატებს, რომელსაც დღესდღეობით მსოფლიოში ჩვენ ყველა დიდი სიხარულით და ბედნიერებით მოვიხმართ, ხომ, ვიყენებთ, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და ბედნიერები და დიდხანს ვიცოცხლოთ, ხო? კიდევ კომპანიას აქვს თავისი ხარისხის კონტროლის ცენტრი, ხო? სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ფარმაკოლოგიის ცენტრი,
სამედიცინო სასწავლო ცენტრი, ხო? და კოსმეტოლოგიის განხრითაც აქვს, ხო? კოსმეტოლოგიის განხრით, ხო? და ძირითადად იანშენ კულტურას ეძახიან ჩინელები, ხო? ანუ ქართულად ჩვენ რო ვთქვათ, მოკლედ რო ვთქვათ, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ხო? რა შედის ამ იანშენ კულტურაში? შედის ჯანსაღი ფსიქიკა, ჯანსაღი სწორი კვება, ხო? ჯანსაღი საკვები და სწორი კვება. სხვათა შორის ეს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არის როგორც საკვები, იმიტომ რომ ჩვენ იმას ვჭამთ, ხო, მივირთმევთ და ფიზიკური აქტიურობა, ხო, არის როგორც პასიური, ისე აქტიური, ну, სპორტული აქტივობა და პასიური, როდესაც ეს ფიზიოთერაპიული პროცედურები კეთდება, ხო. და შემდეგ უკვე ტანიუჯის სხვათა შორის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს დაწერილი ჩემო ძვირფასებო და სხვათა შორის მაო ძედუნსაც თვალის ოპერაცია მან გაუკეთა და მსოფლიოში პირველი პირები, ვინც იყვნენ, ტანიუჯი იყო მათი პირადი ექიმი და უწევდა სამედიცინო მომსახურებას ცნობილ ხალხ პრეზიდენტებს, ხო? კი ბატონო, და აინშტაინის პრემიის ლაურეატიც გახდათ ტანიუჯი, ხო? 2006 წელს უკვე მსოფლიო ბაზარზე გამოვიდა კომპანია ფუჰაო და 2007 წელს უკვე მოსკოვში გაიხსნა პირველი ფილიალი, საქართველოში კი 2011 წელს შემოვიდა და დღემდე აი ამ უძვირფასეს პრეპარატებს ვიყენებთ. პირველი პრეპარატი, რაც ბატონმა ტანიუჯიმ შექმნა, ეს გახდათ ელექსირი ფენიქსი, ხო? სოკო კორდიცეპსი და სოკო ლინჯზე და ჰიმალაის თაფლზე დაფუძნებული, აგრეთვე ლინჯის კაფსულები, სუეჩინფუ, როზა ფენიქსი, ანუ ვარდის პასტა, კბილის პასტა ფუჰაო, ესეც სოკო კორდიცეპსი და ლინჯზე, სუეჩინფუ, იქ გაოსენი, სანცინი, სამბაო, ანუ ტრიდრაგაციანოსი სამძვირფასეულობას რომ ვეძახით, ხაიცაო გაიკალცი, ხო? აი ეს უამრავი პრეპარატები, ჩემო ძვირფასებო, რაც მსოფლიოში უკვე ბრენდია ეს პრეპარატები, მცენარეული, ჩინურ-ტიბეტური მცენარეული პრეპარატები. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია ფუჰაოს აქვს ლოგო თავისი, ხო? ჩიტი ფენიქსი, მოგეხსენებათ, ეს უკვდავების და რეგენერაციის სიმბოლოც არის, ხო? ძალიან ბევრი ლეგენდები ამ ჩიტზე და სწორედ სიტყვა ფუჰაო ორი იეროგლიფისგან შედგება, ანუ ფუჰაო რას ნიშნავს? კომპანიის სახელწოდება ეს არის კეთილდღეობა, ბედნიერება და სიმდიდრე, სიუხვე. ანუ აი ამ ფასკუნჯთან, ანუ ფენიქსთან, რუსულად შარბწიცა, ვენხუან ჩინურად, ფენიქსი კი ინგლისურად, ხო? ქართულად ფასკუნჯი ქვია. აი ამ ფენიქსთან არის ასოცირებული, ხო? ლოგო აქვს კომპანიას და ნიშნავს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სიბრძნეს, სიუხვეს და ჰარმონიას, ხო? აი ასე ჩემო ძვირფასებო, ვისაც რაიმე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის დამირეკოთ ტელეფონზე 571 24 08 37. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას.